თავდასხმები, რომელიც განხორციელდა, იყო ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაშინების კამპანიის და იყო ილუსტრირება თუ რა მიზანი ჰქონდა კანონმდებლობას, რომელიც მიღებულიც კი არ ყოფილა. პირველად ეს დაიწყო ჩვენი ოფისის ვანდალიზმით, სადაც გამოაკრეს რუსულ სტილში ჩვენი სურათები, რომ ჩვენ ვართ ფსევდოლიბერალი ფაშისტები. შემდეგ იყო სატელეფონო მოხარები, მათ შორის ოჯახის წევრებზე, ასევე email მიმოწერა, სადაც გვემუქრებოდნენ გაუპატიურებით ფაქტ-ჩეკერებს არჩევნების შემდეგ, თუ ჩვენ არ შევწყვეტდით ჩვენ საქმიანობას. ამ საქმეში აღსანიშნავია ერთი მხრივ დევნა, კერძოდ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლის შემადგენლობა, როდესაც მედიის განვითარების ფონდზე მოხდა თავდასხმა და ასევე მის თანამშრომლებთან მიმართებაშიც ყოველდღიურად ხდებოდა შესაბამისი მუხარის შემცველი ზარების განხორციელება. ორივე საქმესთან მიმართებაში ჩვენ მივმართეთ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუმცა არც ერთი უწყებიდან ჩვენ შესაბამისი რეაგირება არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა არის ერთადერთი ამ ეტაპზე, რომ იყოს მინიმალური რეაგირება მაინც იმ სამართალდარღვევებზე, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს ბევრად უფრო მძიმე და კატასტროფული დანაშაულები. მუხარა შეიცავდა პირდრობას, რომ თუ ჩვენ გარკვეული წესით არ მოვიქცეოდით, არჩევნების შემდეგ ძალადობის ფაქტი შედგებოდა. გამოძიება არ დაინტერესებულა აღნიშნული სამართალდარღვევებით, დანაშაულთა მიმართებაში არ გამოკითხულა არც ერთი დაზარალებული პირი და ელემენტარული საბაზისო დონის საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩატარებულა. მნიშვნელოვანია ყველა ინციდენტის დაფიქსირება, რათა არ გაგრძელდეს სხვა ორგანიზაციებზეც მსგავსი მუხარები და შეიქმნას პრეცედენტები, როდესაც ძალადობას ჩვენ უპირისპირებთ სამართლებრივ ქმედებებს.